სახელითა მამისათა დადისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რომელსაც გვაძლევს და გვიგზავნის. მადლობა ღმერთს ჩვენი ღვთისმშობლისა შუამდგომლობისთვის. და ხსენება არის ისეთ წილკნელის, რომელიც დიდი მამა იყო, ეპისკოპოსი. გახსოვთ ისი ცხოვრებიდან. ეპისკოპოსად დაადგინეს და როდესაც იოანეს ზედაზნელი თავის მოწაფეებს მოუხმობს, რომ ნახოს მათი სულიერი სიმაღლე, შიომღვიმელი და ისეთ წილკნელი მიდიან მასთან იოანეს ზედაზნელთან და იქ არის კათოლიკოსი ევლავიოსიც. და ეუბნება ღირსი მამა იოანე, აბა როგორ არის მათი სულიერი სიმაღლე. და ღირს მამა შიოს რომ უნდა აკვიროს. ღირსი მამა მიდის და ხელზე დაიდებს ნაღვერდალს და საკმელს დაასხავს და აკმავს, ისე რომ ხელი არ დაუზიანდება. ხოლო იოანე ეპისკოპოსი წილკნელ ეპისკოპოსს კიდევ ისეს ეუბნება, რომ მანაჩვენოს ახლა თავისი სულიერი სიმაღლე და გადიან მდინარე ქსანთან და ეპისკოპოსის კვერთხს ისე წილკნელი უბრძანებს, რომ გახვეს მდინარე და მოდის ეპისკოპოსი კვერთხით მიწაზე ხაზი გაევლება და აი ამ ხაზს მოყვება მდინარე, რომელიც აღმართზე დაღმართზე ყოველთვის ეპისკოპოსს შემდგარი მოდის იმ ადგილამდე, სადაც რომ გაჩერდება ეპისკოპოსი. ესეთი დიდი მამები დედაღვთისმშობელმა გამოაგზავნა საქართველოში, როდესაც სულიერად უჭირდა ჩვენ ხალხს. ეს ჩვენთვის მაგალითი არის ალბათ, არა მხოლოდ იმ პერიოდის მეექვსე თუ შემდეგი საუკუნეების. დღესაც და ესე იქნება ქვეყნის აღსასრულამდე. ჩვენი იმედი და ჩვენი შემწევი დედაღვთისმშობელი და მისი ღვთაებრივი ძე იესო ქრისტე არის. ვისაც ეს ავიწყდება, სამწუხაროა, დღევანდელ სახარებაში ნათქვამი არის, მე ვარ კარი, რომელიც ჩემ მიერ შევიდეს, იგი ცხონდეს. სხვა ადგილას ამბობს, მე ვარ ნათელი ამ სოფლის, ვინ შემომიდგეს მე, იგი ბნელში აღარ ვიდოდეს, რადგანაც ნათელს შეუდგა. გვახსოვს ჩვენ ყველას პერიოდები, როდესაც თუ ისტორიიდან და თუ ახლოთ არსებობდა, როდესაც რომ ეკლესიას დევნიდნენ და დევნიდნენ სამწუხაროდ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ღვთისაუპარელნი იყვნენ. და არის კადრები თუ როგორ ანგრევენ ქუთაისში წმინდა გიორგის ეკლესიას, თბილისში ეკლესიებს და გეგმა ჰქონდათ ჩამოწერები თუ როგორ უნდა დაანგრიათ მეტეხის ტაძარი, გელათი. ალავერსაც კი უმიზნებდნენ და შეურაცხყოფდნენ სამღვდელოებას. მონასტრებში უჩუმრად მიდიოდნენ და დანაშაულს კაცის კლასს ჩადიოდნენ. შეუღლებში ნაჯახით მოსყვიდეს მონაზონი და მორჩილი. უბრალოდ ეს ის პერიოდი არის, როდესაც რომ ძალიან სამწუხაროა, რომ თანამემამულეები ასე ღვთის უყვარულობით შეურაცხყოფდნენ და შეურაცხადად იქცეოდნენ. არც წარსულს სცემდნენ პატივს და მომავალსაც მძიმე ხვედრს უზადებდნენ, იმიტომ რომ მერე მათი შთამომავალნი ალბათ გააგრძელებდნენ. ალბათ არიან დღესაც ღვთის უყვარული ადამიანები, რომლებიც აი ესე შეურაცხყოფენ ეკლესიას და შეურაცხყოფენ სასულიერო პირებს. მინდა წაგიკითხოთ წმინდანების ცხოვრება და ამ წმინდანების ცხოვრებიდან ძალიან საყურადღებო არის ის, რომ ღვთის უყვარული და ღვთის მოძულე ადამიანებისაგან არაფერი სიკეთე
არ მიეცემა ადამიანს. და თუ ვინმეს გონია, რომ ეს მათი ნათქვამი სიტყვა არის სარწმუნო, აი ეს ცხოვრება ამას ამხელს და აცხადებს. ნეტარი ელეზოი ეთიოპიის მეფე იყო. და უყვარდა ქრისტიანობა და იყო მოშურნე დამცველი. და ეს არის მე-6 საუკუნე. და 553-555 წელი არის ამ მეფის გარდაცვალების დრო. ხოლო მანამდე იყო წმინდა არეთა, რომელიც ასევე ქრისტეს მოყვარე ადამიანი იყო, წმინდანი და მე-6 საუკუნეში ერთ-ერთი ქრისტეს მოძულე მეფის აი ესეთი აკვიატებული აზრის გამო არეთა თავის მიმდევრებთან ერთად ეწამნენ ქრისტეს. ომირიდების მეფე იყო, არაბეთში არის ეს, არაბეთის ყურესთან მოსახლობდნენ და ომირიდების მეფემ იუდეველმა დუნაანმა ქვეყანაში ქრისტიანების ამოზირკვა და ამოხოცვა გადაწყვიტა და გამოსაბრძანება ამოეჟდა ქრისტეს ყველა მიმდევარი. და ქალაქი ნეგრანი არ განუდგა მაცხოვრის სარწმუნოებას. და ალბათ აი ეს ბრძანება ახლა აქ რო იტყვიან ცოტა სუბუქად წერია. ყველანაირი შეურაცხყოფით და ყველანაირი უშვერი სიტყვით მოიხსენიებდნენ ქრისტეს მიმდევრებს და თავად უფალს ჩვენსას. და აი ამ გამჟინვარებული ბრძანების გამოცემის შემდეგ, რადგან ნეგრანის მოსახლეობას არ უნდა ქრისტეს ღალატი, გადაწყვიტა რომ დაელაშქრა და დაიზრა უზარმაზარი ჯარით ამ ქალაქის ასაუხებლად. მაგრამ ქალაქის კედლებთან მეფის მაცნეებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც ქრისტეს უარყოფდა. და ქრისტიანული ქალაქის აღება ძალით ვერ შეძლეს ამ მომხდურებმა. ბევრი ეცადნენ, მაგრამ ღვთისმადლი იცავდა მათ. და აი მაშინ ზაკვარმა მეფემ გადაწყვიტა, რომ სიცრუისათვის მიემართა. ვითომ ფიცი დადო. მამები ამბობენ, ფიცის დადება ცოდვა, რატოა ცოდვა? სახარებაში უფალი ამბობს, ჰე უნდა იყოს და არა, ვინც ფიცს დებს, ის უკვე იტყუება. ესე იგი, მას თავისი არასწორი აზრის სურს ფიცით დაამტკიცოს და დაარწმუნოს მსმენელი, რომ მართალს ამბობს. რომ ქრისტიანებს არ შეეხებოდა და მხოლოდ დააბეგრავდა მოსახლეობას. ქალაქის მცხოვრებლებმა არ მოусმინეს წმინდა მამას არეთას და ჩათვალეს, რომ ეს იყო გამოსავალი და გახსნეს ქალაქის კარები. მტერი ქალაქში შევიდა და უსჯულო მეფემ ბრძანა დიდი კოცონი დაენთო და სხვა ქრისტიანების დასაშინებლად ყველა ღვთისმსახური ჩაეყარა შიგნით. და 400-მდე სასულიერო პირი ცეცხლში გამოწვეს. ხოლო მმართველი არეთა და სხვა უხუცესები საფრთხეში გამოკეტეს, ჩაყარეს. ჩვენ არ უარყოფთ ქრისტეს, რადგან ის ჩვენთვის სიცოცხლეა და მისთვის სიკვდილი კი შესაძინებელი. ერთხმად ღაღადებდნენ ქრისტიანები. უმერთოებმა ქრისტეს აღსარებისათვის ქალაქი ნეგრანი და მისი მახლობელი სოფლები ააოხრეს და 4000-ზე მეტი ქრისტიანი წამებით ამოხოცეს. ხოლო წმინდა არეთა מחვილით განგვირეს. გახსოვთ სოძახნის წინ იყო ხსენება გობრონი იგივე მიქაელი, რომელიც არავებმა როდესაც მოაოხრეს მთელი ქვეყანა და საქართველოში შემოიჭრა და ქართლი, კახეთი ყველაფერი ესე მიყოლებით
დაიპყრეს, მაშინ გოგრონს შეიპყრობენ და თავის 150 მეომართან ერთად. და მოკლედ მოეწონებათ ახლა ეს გოგრონი თავისი ახოვანებით, სიმამაცით და დაუწყებენ ასე ვთქვათ, სიცრუით შეთავაზებას, თუ დათმობს ქრისტეს, ყველაფერი პატივი მას ექნება. მაგრამ მიქაელი გოგრონი უარს ამბობს ამ შეთავაზებას. მაშინ ამირა ამბობს, რომ მაგასო სიკვდილიო არ უნახიაო და ვინც კი ცოცხალი დარჩაო მაგათია. ჩააყენეთ მათ შორის და ამოხოცეთ სისასტიკით. და ცხოვრების აღწერელი წერს, რომ ზოგი მახვილი, ზოგი დანით, ზოგი კიდე სოფიანი ძაღლებივით კბილით გლეჯდნენ და სვავდნენ, ზოგი ღვიძლს, ზოგი ფილტვს. და ეს სისხლი ეპყრებოდა გოგრონს, მიქაელს, მაგრამ იგი არ შეშინდა. მის გარშემო ესე უმოწყალოდ დახოცეს ყველა, მაგრამ მიქაელი დარჩა ქრისტეს აფსარებელი და მან მიიღო მოწამლობის გვირგვინი. მოკლედ ამ ქალაქის განადგურების შემდეგ ეთიოპიის მეფეს ელიზოის უნდა ქრისტიანთა მდევნელი იუდეველი დუნაანის დამარცხება. გადაწყვიტა ეს თითქოს საღვთო აზრი, სურვილი, რომ განეხორციელებინა და მოკლედ დაიწყო ბრძოლა, მაგრამ მისი ჯარი დაამარცხდა. და ელიზოის ესე იგი გულისმისყოფა მიეცა, რომ გაეგო მეუდაბნოე მამისათვის ეკითხა, თუ რატო დაამარცხდა, რატო ვერ მიიღო ღვთის შეწევნა, რომ დაემარცხებინა ქრისტიანების მდევნელი და მიდის უდაბნოში და ერთ დაყუდებულ მამას ეკითხება, თუ რა იყო ეს ჩემი საფთო, როგორც თვლიდა, კეთილი განზრახვა, რატო არ გამარცხდა. ხოლო წმინდანი ეუბნება, რომ მოიქცა არასდროს, რადგან მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრა და თავისი კაცობრიობის მონდომებით სურდა მას შური ეძია. რადგან უფალი ამბობსო, განუმარტა წმინდა მამამ, ჩემი არს შურის გებაი და მე მივაღო მათ. ნეტარმა მამამ მეფეს ურჩია დუნაანის წინააღმდეგ ებრძოლა არა საკუთარი ძალის იმედით, არამედ ღვთის მოწყალების გამოთხოვითა და სასოებით. და ბრძოლის მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის დაცვა და წმინდა ეკლესიის სიყვარული უნდა ყოფილიყო და არა კაცობრიგი შურის ძიება მხოლოდ. და აქვე ურჩია, რომ საკუთარი სულის ცხონებისათვის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ღვთისთვის მიეწყო. მართლაც ელიზოი იწყებს ბრძოლას და ძლევს ამ ღვთისუყვარულ მეფეს და ქრისტიანობას ეთიოპიის მეფე იცავს, აშენებს ეკლესიებს და კვლავ აღადგენს ამ სარწმუნოებას. თავად კიდევ მიდის მონასტერში და იქ თავის ცხოვრების უკანასკნელ დღეებს იქ ატარებს. გარდაიცვალა, როგორც ვთქვით, 553 ან 555 წელს. რატო ყვებით და ვიხსენებთ ამ წმინდანების ცხოვრებას? ეს არის ჩვენთვის მაგალითი და საგაკვეთილო. ღვთის მოძულეს აუცილებლად რაღაც უფალი ამბობს, რომ შურის მაძიებელი მე ვარ თავად, ღმერთი არ დატოვებს პასუხ გაუცემას. თუ შურის ძიება როგორი იქნება, სასჯელი როგორი იქნება, ეს მან უწყის. როგორ მოაქციოს გონება დაბინდული ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს ღმერთს. მას უამრავი საშუალება აქვს, რომ გონს მოიყვანოს ადამიანი. ან ავანტყოფობით, ან განსაცდელი, ან რაღაცა ხერხით, რომელიც მისთვის საცნაური იქნება, თუ რისთვის მიეცა მას. ხშირად ვამბობთ, იობ მრავალნებული, ყველა ფიქრობდა მის გარშემო ახლობელი და ოჯახის წევრები, რომ რაღაცა დიდი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. მაგრამ მართალი იობი ეუბნებოდა, არა ჩემი ცოდვების გამო არის ეს გამოცდა, არამედ ჩემი სარწმუნოება გამოიცდება. და მართლაც ესე იყო. მართალი იობს
მრავალნებელს მიეცა იმაზე უფრო მეტი ქონება შეძლება და დღეგრძელობა, რომელიც მანამდე ჰქონდა. და ვინც გადაწყვიტავს, რომ ღვთისთვის სათნო საქმე გააკეთოს, აუცილებლად ადრეც გვიტყვია, გულში ვინც სიბრაზეს, სისასტიკეს შეუშვებს, ის ამ ბოროტი მძაკვარი ვნებისა მსხვერპლი გახდება. იმიტომ რომ სიძულვილით და სისასტიკით ღვთისათმო საქმე არ კეთდება. და თუ ვინმე სურს, რომ ღვთის სათნო საქმე გააკეთოს, პირველად უნდა განიწმინდოს გული და გონება, აიღოს ურთევა ამ საღვთო საქმის დაწყებისთვის და შემდეგ უნდა შეუდგეს ამ საქმეს. ეს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას შეიძლება ითქვას, რომ მიესადაგება. ჩვენ განვიცით იმ ადამიანების უგუნურობას, რომლებიც დღეს ქალაქს ამტვრევენ, შეურაცხყოფენ. უშვერი სიტყვით, არათუ კაცები, ქალები, გოგონები ლაპარაკობენ, რომ ერთხელ რომ მათ გულისმის ყოფა მისცენ. შეურაცხყოფენ ეკლესიას, სასულიერო პირებს, პატრიარქს, იერარქებს. ვთხოვთ ღმერთს, რომ ეს ადამიანები მოაქციონ, იმიტომ რომ ახსოვდეთ, ის არის ჩემი მოზიდული ამბობს უფალი და ვინც არ შეინამოს, მაშინ ეს სასჯელი იქნება მისი. და შურისმაძიებელი თავდუფალია და ჩვენ უთმობთ მას. და ის ნაწილი, რომელიც მადლობა ღმერთს არ ამწვავებს ურთიერთობას და ხელჩართულ ბრძოლასა და ომში არ გადაიზრდება ეს ყველაფერი, ძალიან სწორია ეს ქცევა. იმიტომ რომ ვინც ქალაქში დღეს დგას, რამდენიმე ათასია, აი 100,000 ვთქვათ, მაგრამ იმაზე მეტი სხვა აზრისანი არიან. მაგრამ ვისაც ქვეყანა უყვარს და ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ეკლესია უყვარს, ის მოიქცევა ლოცვით, მარხვით, შინაგანი სიმშვიდით, იმიტომ რომ აღუშფოთებელი გონება და გული ყოველთვის სწორად საზღვრავს. და ნამდვილად ქრისტეს დღეს ნათქვამის სახარებაში სიტყვები ეკუთვნის უშფოთვალ მშვიდ ადამიანებს. მე ვარ კარი და რომელიც შევიდეს ამ კარით, ის ცხონდეს. მოთმინებაში გამოცდილებას ვიძენთ და გამოცდილება კიდევ ჩვენს სასწაულებას ღვთისადმი განამტკიცებს. ასე რომ ეს სწორია ესეთი ნაბიჯი, როდესაც რომ ჩვენ წუხილით უყურებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის შეურაცხყოფას აკეთებენ და სხვების შეურაცხყოფით თავის თავსაც აზიანებენ და ვთხოვთ ღმერთს, რომ მათ გულისმის ყოფით ღვთის მადლმა მოაქციოს ესენი, იმიტომ რომ იქ ბევრი ადამიანი ალბათ ნიჭიერიც არის და ძალიან ნაკითხიც, მაგრამ მოციქული ამბობს, განათლება, ანუ ცოდნა ღვთისსიყვარულის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ამპარტავნებას უსხავს წყალს. და ამპარტავანი თავმოწონე ადამიანი კითხულობს, თვალი აქვს, მაგრამ ვერ ხედავს, ყური აქვს და მაგრამ არ ესმის. ამიტომ იქ ახალგაზრდები არიან, სკოლის მოწაფეები, სამწუხაროდ, სტუდენტები. ჩვენ ყველას გვსურს, რომ მათ ისწავლონ. და იმ სწავლაში დააგროვონ ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც ჩვენსავე ქვეყანას უნდა გამოადგეთ და მათ პირველ რიგში თავად მათ უნდა გამოადგეთ. ადრეც ვთქვით და ეხლაც ვიტყვით. ვინც გულში მრისხანებას და სისასტიკეს დაუთმობს ადგილს, იგი გახდება მონა ამ სისასტიკისა. და ღმერთს ვთხოვთ, რომ დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და სიმშვიდეში ჩვენ ყველას მოგვეცეს საშუალება იმისა, რომ ღმერთს ვემსახუროთ, შევწიროთ უსისხლო მსხვერპლი და სიტყვიერი მსხვერპლი და ჩვენს გულსა და გონებას მივცეთ საშუალება, რომ უფლის სიტყვა შეიმეცნოს და ღვთის ნამდვილი ჭეშმარიტი მსახური გახდეს. ბევრი ჩვენგანი, თქვენგანი დღეს თვალყურს ადევნებს. გირჩევთ, მოუყურებთ ამ სოციალურ
ქსელს, იმიტომ რომ იქ მიაღვარი მოდის ტყუილ მართალი ინფორმაციის და თუ გონებას არ აქვს უნარი გაარჩიოს ტყუილი მართლისაგან, მაშინ ის ძალიან დამძიმდება და შეიძლება იმაზე უარესი გახდეს, ვისაც რომ დღეს შეიძლება განიკითხავს და იმაზე მაღლა აყენებდეს თავს. ჩვენი ვალი არის ღვთის წინაშე შვიდად ლოცვა-ვედრება. ამაზე უფრო ძლიერი ჩვენ საშუალება იარაღი არ გაგვაჩნია. ვინც ამ გზას დაადგება, ის გაიმარჯვებს, რადგან ვიცით, სადაც ღმერთია, იქ ჩვენ არაფრის არ გვეშინია. ღმერთი არის იქ, სადაც 2 და 2-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება უფლის სახელით. და გვაქვს კიდევ იმედი, რომ ღმერთი ჩვენს სანაცვლოდ პასუხს მოთხოვს ყველას იმას, ვინც ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სიწმინდეს შეურაცხყოფს, ჩვენი ქვეყნის ისტორიას და ჩვენი ქვეყნის წესს, ადათს, კულტურას შეურაცხყოფს. ვითხოვთ უფლისაგან წყალობას, მშვიდობას და მადლს, რათა დავშვებდეს ქვეყანა და თითოეულმა ჩვენთაგანმა ერთი პირით, ერთი გულით ადიდოს ღმერთი, მამა, ძე და სულიწმინდა, რათა აი ამ ერთობით ღმერთმა მოგცეს ქვეყანა, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ამ ხალხს, ამ წარსულის მქონე ქვეყანას და იმ კულტურას, რომელიც ჩვენმა წინაპარმა თავისი შრომით, თავისი გონიერებით, თავისი სისხლით დაიცვა, გადაარჩინა და ჩვენ ჩაგვაბარა მოსავლელად. პასუხისმგებლობა ჩვენ დიდი გვაქვს. მოუვაროთ იმას, რაც ჩვენმა წინაპარმა დაგვიტოვა. და დაგვიტოვა რა? უმაღლესი აღმატებული ცნება მართლმადიდებელი ქრისტიანებისა. იყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ამ სიყვარულით სცნონ თუ ისი მიმდევარნი ხართ. შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა საცნობელითა. და მსგავსი ამისი შეიყვარო მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამინ. იყოს ესე. ჩვენთან არსებობს.